აქ მოხდა შეკრება. ბატონი მუხრან მაჭავარიანი ჩამოვიდა, დეპუტატები ჩამოვიდნენ და კინოთეატრში ჰქონდა ხალხთან შეხვედრა. და ამ დროს მოახსენეს რომ ბატონის ვიაზი მიბარებდა ტელეფონზე. და გამოვედი დავტოვე დარბაზი და მოვედი ტელეფონზე, გავესაუბრე ბატონის ვიაზის მთხოვა ჩამეწერა განცხადება გააკეთა, რომ მომართვა ოფისადმი ჩავწერე და ისევ დავბრუნდი დარბაზში. ის კაცი ვერ გაძლევდა. ის არ იყო ამ ყველაფრისთვის შორიდან ეყურებია ის პიროვნება. ახლა თუ ვინმეს გონია რომ ბატონის ვიაზი შეეძლო ან დამარული იყო. ახლა მე გეტყვით ერთ იმას რა. უნდა გამეთავისუფლებია ფოდი. და თქვენ იცით რომ მიუხედავად ჩვენი ისა ვერ კიდევდი ხელს ფოდს, იმიტომ რომ არ იყო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და სწორად ისე რომ ჩვენ ხელისუფლებაში არ ვიყავით, ხელისუფლება საკონტროლო შავარდაზე. და მე ფორტის პორჩი რომ არ შესულიყო ის საჭირო პირთები რომელიც ჩვენი ქვეყნის იყო აუცილებელი. მაშინ ყველას რაღაცნაირად მიუღებელი იყო ჩვენ. და მივიღე განკარგულება რომ უნდა გავანთავისუფლო ფორტი. მოამზადე ოპერაციონი ხოლმე. მოამზადე მოახსენე ბატონი. 3 დღეში მოახსენე რომ მზად ვარ რომ ფორტი გავანთავისუფლო. ეს როდის იყო? აი როცა ჩამოვიდა მის შემდეგ. და გარჩი ერთ წუთასო მიხდა. რა ვიცი. აი შენ როგორ ფიქრობ, სპერტი რამდენი იქნება? ახლა მართალი რო გითხრა, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ 23 პოსტი მქონდა, მოსახსენე. ყველაზე უფრო პოსტი მაინც უნდა მოხსნა, რომ რაღაც ისა, ხო? 23 პოსტი, 23 ისა, 23 პოსტის რაც და მე მიდო ერთი და 30, 35 კაცი. შეწყვიტა ოპერაცია. ისე არასდროს შეძვის მაგას მომაღლა არ გულაბარაკია. და ესე გაბრაზებული მამიკა. 35 ქართველი შენ თუ მომიკალი მე რა დარჩა საქართველოს. აი ახლა რა ვიზავი. შეწყვიტა ოპერაცია. მოამზადე ოპერაცია. დავიწყე ისე ხალხლა ოპერაციას მომზადე. მართლა ისე შევედით პოჩი. თურმე შესაძლებელი ყოფილა. ისე შევედით და ერთი სისხლი არ დაგვილა და მელიას დავიჭირეთ. გახსოვთ მაშინ. თურმე შესაძლებელი ყოფილა. ის კაცი გრძნობდა. ყველაფერს გრძნობდა. და ახლა როცა წავედით მე როცა შენ ახლა უხარი შენ დიჭერსო. აქეთ რა დაიწყებენ სწორასო. აი ჰაერში სწორა და ისინი გაიქცევიან. ხო, მაინც თუ დაგიწყესო სწორა და ფეხებში სწორეთ. იმდენად არიციან ახლა ეს რუსებს მოუძღვიანო წინ. გაიციანო იმას ახლა. და ისინი აგზავნიო და აქ თქვენ უნდა და გახოციონო. და იმას თურმე შესაძლებელი ყოფილა იმდენად არ უნდა და ნებისმიერი არც იქით ამ ხარეს, არც აქით ამ ხარეს. როდესაც იქ მეუბნებო გონზე. როდესაც აი თითქოს თოქაიძელი გავიდა და ჯერ კი ბევრი მოვიდა და ბევრმა რაღაც მოინანია, მაგრამ ჯერ კიდო დაარჩენის ხედი არ არის მოსვოსი. და ეს თვითონ რო ჩამოვიდა. მაგას ჯეროდა რომ საქართველოს გაერთიანება. ჯეროდა რომ ახალზეც არ დაკავდა. და ჩვენ ყველა ჯეროდა. რომ ეს ასე იქნება. რომ არა რუსების ემისარი. ნამესნიკი რუსების შავარდნაძე. ბატონო ლოთი, ზიად განსაკუთრებით ჩამოსვლის შემდეგ თვითონ სარდლებს შორის ფუნქციები გადანაწილდა? მე ახლა შემიძლია ჩემი დოკუმენტაცია გაჩვენო, ეგ იყო სატელევიზიო გამოსვლას ვიაზისას გახსოვთ, ეს ჩანაწერის არსებობს. იქ უნდა გაერთიანებული იყო ყველა შეიარაღებული ძალა.
ჩემთან მიუხედავად ჩვენი ურთიერთდაპირისპირებისა სამთავრობო ჯარებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. რაღაცნაირად ყველასთან ვახერხებდი ლაპარაკს, დიალოგს და ყველასთან ვამყარებდი რაღაც მეგობრულ საუბარს. ხო და აი ეხიდან გამომდინარე მე დავინიშნე ამ გაერთიანებული შეერაღებული ძალების მეთაურად. და გენშტაბში დაინიშნა გურამ ზაკია. ამ დროს ვიღებდით პასუხობლობას ჩვენ. აი სოხუმის განთავისუფლებაზე. მახს ეს თანადო ბრძანება და თხოვე ახლა ნუ შამჩილის შეიარაღებულ ძალების ხელმძღვანელობას რომ ჩვენი შესაძლებლობა რომ დაძრულიყო ადგილიდან და უნდა გაგვეხორციელებინა ეს იყო 27 სექტემბერი. 27 სექტემბერი. ხო და იმავე შემთხვევაში თქვენ დაგიკისრებათ. მოსალოდნელი ის უბედურება. დათვაში უნდა წამიწერა ამ ისიც მაქვს. ამ ზაების მას წამიწერა. ჩვენს საიმაში ნუ ჩაერევი. საქართველოს შეიარაღებული ძალები ყოველთვის ვახერხებენ ყოველგვარი უბედურებით არის დაღწევას. ჩვენ საქმეში ნუ ჩაერევი. კატეგორიულად კატეგორიულად. რა იყო ეს? მე ვერ გავიგე, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით რომ გავერთიანებული ვიყავით. შევთანხმდით ამაზე. ასუკლებას ვიღებდით ჩვენ. და ამ დროს მეუბნება უას. უკვე როდესაც აქტიური ძალება მიდიოდა. ალბათ მიიღო იქიდან. შეკვეთა. შავარნაძესგან. თქვენ მე არ ვიცი თუ არა ის რომ იყო სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ლაპარაკი. როდესაც უშუალოდ მე მომიწია ამ დელეგაციის ხელმძღვანელობამ და ვიყავით გროზნოში. რომ პრეზიდენტთან ჩასული. ბატონ ზვიადისთან და შემდეგ ბატონ ჯოხარ დუდაევთან. ჩვენ მივახციეთ იქ მოლაპარაკებას რომ და აფხაზეთთან საერთო ენის გამონახვას რომ იქიდან დაბრუნებულებმა მე გუდაუთაში წავედით. შევხვდით იქაურ ხელმძღვანელობას არძიმბას გარდა არძიმბა გემალებოდა რომელიღაც ხო და უნდა შეწყვეტილიყო ომი და ჩვენი ძალა ჩვენი უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით 7000 კაცის შემადგენლობით ვიშვებდნენ ლესელის და გაგრაში ჩვენ შეიარაღებულ ძალებს, როგორც სამშვიდობო ძალას. ამაზე შევთანხმდით. ნუ ხაზურმა მხარემ ამაზე მოაწერა ხელი, სხვადასხვა მოხდები იყო, 5 თუ 6 პუნქტი იყო. ყველაფერი მისაღები, ჩამოვედი, გოგა იყო სახელმწიფო მინისტრი. თქვენ ერთი გოგასთან ხარ განსაუბრები? ხო და მე არ ვიცი ახლა გოგა რას უკის, მაგრამ ეს დოკუმენტი ჩვენ გვაქვს და ხელმოწერილი. მიეძით გოგასთან თვითონ ბატონი ზელემხან იანჯარბევი ვიცე-პრეზიდენტი უდარომა გამოგვაყოლა ახეთ და რამოდენიმე დეპუტატი. როდესაც გუდაუთაში ჩავედი. მოვილაპარაკეთ ყველაფერზე. თქვით რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსის ჩექმა და ჩვენ აფხაზი, ქართველი, ყველა გავერთიანებული ყოფილიყავით. ერთმანეთის წინააღმდეგ ომის შეგვეწყვიტა და შემდეგი პოლიტიკური საკითხები დამჯარიყო სხვა პერიოდის. გაუხარდა ძალიან გოგას გაუხარდა. აბა მე ამას ახავე მოვაწერ ხელს. ნუ ბატონო გოგა. შენ რომ მას ხელს ახლა მოაწერ. შენ გეტყვიან რომ შენ გუშინ წინ გაგანთავისუფლებს სამსახურიდან და აი ეს ჩაითვლება ძალადაკარგულად. ამიტომ მე შენ ვთხოვ აგერ არის თვითმფრინავი, დაჯექი თვითმფრინავზე, საადის შევხვდი შენს შებს, მოელაპარაკე, მოაწერინე ხელი და საქმე დამთავრებულია. როგორ? ყველაფერს გავაკეთებ. დავდივართ მე იქიდან და მეორე დილით ჩვენ გონია რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, გუნდებით ისე დელეგაციით, იმავე შემადგენლობით
მოვდივართ როგორ შემიძლები რა ვქნა რა გააკეთე მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ არ მოაწევდა ამ შავარდნაძე ხელს რა ვქნა ალბათ დავარტყავ პარჩას დავარტყავ მაგრამ მე სამშვიდობო ძალა 700-ზე კაცი ვინ შემიჩნევს მე გაგაგებში რა სამომეთ ეს ზერემ ხანი გაგიჟდა რას ქვია კაცო შეგვიძლია მიყო ამას ხელი არ მოაწერო შავარდნაძე ბატონო ზერემ ხანი უცხარი ხედავ რა შესაძლო ახლა აქედან მე გაგიშვეთ ერთი ცოცხლინავით ჩადით თბილისში და შეხვდით შავარდნაძეს თუ მიგიყოთ რასაკვირველია თუ არ მიგიყოთ წადით პირდაპირ თუ არ მიგიყოთ მაშინ წადით იქიდან გროზნოდან თბილისიდან წახვალ გროზნოში თუ რაღაც სასიკეთო დამთავრდა და ხელი მოაწერა მაშინ ვუნდებით და ვაგრძელებ საქმეს არის ოქრო ადგა ეს კაცი ჩავიდა წავიდა თბილისში ერთი კვირა უცადა სამ შავარდნაძე მიიღო საბოლოოდ არ მიიღო და წავიდა ძლიერ განსახილდია პრეზიდენტი მას მერე ცოცხლი დაეცაო ჩამჩირი ჩაბარდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაში ძალში ეს ცოტა საეჭოდ გამოიყურებოდა ცალკეული პიროვნებების იშმარია თქვათ იყო მისი უშუალო მასპინძელი აი ლაპარაკობდნენ რომ რაიმე შეთანხმება ხომ არ იყო აფხაზეთსა და განსახილდებს იცით რა არის ჩვენ შეცდომა დავუშვით რომ როგორც კი შავარდნაძეს ну ეგრეთული ბანფორმირება დაიძრა დასავლეთისაკენ ჩვენ ეგრევე უნდა შევერთებულიყავით აფხაზეთს მე ერთი ბატალიონი მყავდა აფხაზური შემადგენლობის ერთი ბატალიონი რომელიც ჩვენთვის საქართველოს ტერიტორიული მწვანეებით უძებდოდა თქვენ რა გონიათ მე პარშევში მქონდა შეხვედრა აფხაზებთან მქონდა შეხვედრა უხუცესებთან მამითხრეს სხვა შორის კატეგორიულ წინანდელს არძენდას და მითხრეს ბატონო შენ იქნები პასუხგებელი რომ ჩვენ ყველაფერი ეს ჩვენ მოვაგვაროთ თვითონ არძენდას უარყოფილი იყდეს ჩვენგან წავიდა ჩვენგან და იქნები იმის გარანტია რომ ჩვენი ოჯახს არ წაბილწავენ არ შეურაცხყოფენ რომ სახში არ შეგვივარდებიან ასეთი შეკითხვა რომ მომწეს მე უცბად გავოგდი მე შანაწერები მაქვს მართალი რო გიხარ მაგრამ რაღაც თორდა ის არის რა თორდა მე გავოგდი და მე ვხარი რაზე ლაპარაკი რა მაგრამ როცა დავფიქრდი მივხვდი რომ გარანტიას ვერ მივცემ მაგ ამ ხალხთან ნახტანი ასეა საქმე თქვენ გონიათ რომ აფხაზეთი ჩვენთან ისე იყო რა ძალიან ისა და მე გეუბნებით რომ სოხუმი იქით ვერ ვიწვი რომ გულაუთა სხვა ეს იყო სოხუმის აქეთ ძალიან კარგად ვიყავით ჩვენ და ყველა ვინც აი ნებისმიერ დროს ჩვენს გვერდით დადგებოდა საქართველოს ტერიტორიული მიღებისათვის ნებისმიერ დროს და დღესაც მე გეუბნები მე მინდოდა სხვა შორის აი სახალხო დიპლომატიის დონეზე რაღაცა გამეკეთებინა ვერც იმთავრობამ ვერც ამან ვერც იმან არ გამეკეთებია ის რომ რაღაცნაირად ჩვენ გადავსულიყავით საბოლოოდ ამ ხის გაღმა გადმოსულიყვნენ იქიდან ჩვენ შორის დაწყებულიყო მოლაპარაკები მაგრამ რატომღაც მაშინდელმა ჩვენ გახსოვთ ალბათ ეს მუხარები რომ ამოხოცავდით ყველა აფხაზს ამოვზვეტავდით ეს არის მიუღებელი ფორმა და მე დღეს გეუბნები თქვენ ყოფილი შეიარაღებული ძალების სარდალი მე საქართველოს როგორც მეგრელი როგორც აფხაზი როგორც რაჭველი როგორც აჭარელი როგორც იმერელი როგორც გურული ასე წარმომიდგენია საქართველოს ტერიტორიები და თუ ვინმე თქვენ წარმოიდგინეთ როგორ გემუხრებოდნენ ის ვიღაცები მე ვამბობ ყიჩაღები როგორ გემუხრებოდნენ როგორ ამოხოცვით მეგრელებს მაგრამ არ იყვნენ ისინი ის ხალხი ვინც თორდა ესმოდათ ამ საქართველოს ისტორიის და ნუ გაუგეთ ჩვენ ამას და არ ჩავიდეთ ამის ბოღმა ამის გულში მაგრამ იმ ხალხმა ჩაიდო არ შეიძლებოდა ამის გაკეთება არ შეიძლებოდა ჩვენ სხვანაირი ტაქტიკა უნდა გვერჩიოთ სხვანაირი ტაქტიკა
ჩვენ რომ დავდგარიყავით მაგით გვერდით, დღეს აფხაზეთი იქნებოდა საქართველოს შემადგენლობა. მაგრამ ეს ალბათ ჩვენი დანაშაულია. ჩვენ რომ ბრძანეთ, რომ აფხაზური შემადგენლობის ერთი ბატალიონი ყავდა. ესენი სოხუმელები თუ ვინმე? სოხუმელები იყვნენ, ზოგი სპარსელიდან იყო, ზოგი ჩამჩილიდან იყო, ზოგი გალიდან იყო. ყველა ლაპარაკობდა მეგრულად, ქართულად. არავინ არ იცოდა რომ ეს ხალხი იყო ჩვენთან. ჩვენ რა გონიათ? მე მაშინ რო გავსულიყავი თბილისიდან 100%-იან მომკლავდი. მაგრამ მე მიუხედავად იმისა აფხაზეთმა 1999 წლის 15 ივლისიდან ყველა აფხაზმა იცოდა რომ მე ვებრძოდი მათ. მე ვებრძოდი საქართველოს პოლიტიკურ მიმდინარეობისათვის. მაინც გამატარეს, მაინც მომწე გზა. რატომ? იმიტომ რომ ისინი იყვნენ ჩვენს გვერდით. ჩვენმა ხელისუფლებამ და რუსულმა აგენტურამ, რუსულმა იმპერიულმა ძალებმა გააკეთეს რომ გახლის ეს საქართველო და ეს გახლის პროცესი დღეს კიდევ სხვაგან გადაინაცვლეს. მე მეშინია. ბედნიერი ვარ მე თვითონ რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში მივიღე ჩემი წვლილი. ჩავდები. რომ არა მე გეუბნებით კიდევ ჩვენი ბატალიონები. აი კანონიერი ხელისუფლების ზუგდიდის ბატალიონი თავიდან მინდა ვთქვა. იმ რეფერენდუმსაც არ ჩაატარებიებდნენ ბატონ ზვიადი. არ ჩაატარებიათ, რომ ჩვენ არ ყოფილიყავით. და თქვენებს რომ ის ხალხი ყველას უნდა ყველა ეფერება, მაგრამ სინამდვილეში ქმედება, რაც გააკეთეს მაგათმა. ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ბატონო ლოთი, ანუ იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც თქვენ აფხაზებმა გაგიხსნეს და ფაქტურად სიკვდილს გადაგაჭირეს, იმავე პრინციპით შეიფარეს პრეზიდენტის ზვიად განსაკუთრებით, მაგრამ მე რა მოხდა, რის გამო? მე რას მოხდა? ამას რაც ვიცი ჩემთვის მოვალ ჯერ ჯერჯერობით სამდე ბოლომდე არ აიხსნება. დღეს მე გევკვეთით დამნაშავე ეს ხელისუფლებას. და დღეს რასაც უკეთებდა ხელისუფლება როგორიც არის მე რატო გეუბნები ამას იცი უნდა დაწყებულიყო კონკრეტულად რა მოხდა სინამდვილეში 91 წელს რატო დაიწყო ხელისუფლებაზე შედება რატომ არ არის ბოლომდე მიყვანილი საქმე რატომ არ განიხილეს საბოლოოდ რატო არ მიეცა რატო არ გააკეთეს ისე რომ ეს ყოფილიყო დასანახად დღევანდელი იმით ხარ მთავრდება საქართველოს ისტორია. როდესაც იად გამსახურდია ჩამოვიდა საქართველოში და მან მიტინგები გამართა გავში, ზუგდიდში, მაშინაც და მერეც ითქვა, მიუხედავად მისი პატრიოტული მოწოდებებისა, ითქვა რომ ეს იყო რევანშიზმის სურვილი, რომ ყველა შეუძლია რაღაცა, ეს იყო რევანშის სურვილი. კაცი თავი შეეწირა საქართველოს. რევანშის სურვილი იყო. კაცი მოკლეს, შეეწირა საქართველოს და რევანშის სურვილი იყო. იცით რა არის? ჩვენ ყველა მივდიოდი. მე რამდენი წვია მაგ დანზე. სულ არ მენაღლებდა რომ ვკდებოდი. სულ არ მენაღლებოდა. მივდიოდი, ყველა მივყავდა ჩემი ოჯახის წევრები და ყველა. მივყავდა, მივდიოდი, იმიტომ რომ მინდოდა საქართველოს ტერიტორიული დამოწვა. მინდა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნატრა მქონდა რომ დამდგარიყავი, დამოკლები, ყოფილიყავი დამოკლები საქართველოს მოქალაქე და ჯარისკაცის შაშხანაში დამდგარიყავი საქართველოს საზღვარი. ეს იყო ჩემი მოწოდება, სხვა დანარჩენი არაფერი. აღარა იყო თქვენ მეთქვით რომ აი შენ აი რევანში მე ვერ დაგეთაყვები ამას. ჩვენ იმიტომ რომ შევეწირით ამას. ყველაფერი მქონდა მე 99 წლამდე ყველაფერი მქონდა. მე არაფერი არ ამას. და დღესაც თუ საჭირო იქ და ყველაფერს გავიღებ. იმის ამის გულისთვის. დანარჩენი სხვა მართლა არ მაინტერესებს. დღეს რომ მიდის აქ ხელისუფლების მაშინ იყო საქართველოს დამოკლების ბრძოლა. დღეს მიდის ხელისუფლების ბრძოლა. მე არ მაინტერესებს არ ვერევი. არცად არ ვერევი, იმიტომ რომ ძალაუფლება ხელისუფლება არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ერთადერთი საქართველოს ერთიანობა. დამოუკიდებლობა მის. მორჩა გადავ. ჩვენ ახლა რას გენდათ იმას მეთქვით კიდევ რაღაცას ინასვიდა იქ რაღაც. არ მაინტერესებს. არ არის ჩემი პროფილი, არ არის ჩემი კატეგორია, მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას. არ მაინტერესებს. ანუ თქვენი პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად აფხაზ სეპარატისტებთან თქვენ გქონდათ პარალელურად მეგობრული რასაკვირველია დღესაც ვინ არჩუნებს. დღესაც ვინ არჩუნებს მეგობრული მას. ნებისმიერ თქვენ ახლა ჩადით. იცოდნენ ყველაფერი არასდროს. აი არ გამიკეთებია არაკაცური არანაირი. თქვენ ამიყვანია.
ყავდა ყველ, განიშვია, დაჭერილი მყავდა, ბევრი, განიშვია. დღესაც ჩემთან თანამშრომლობს ბევრი. შემიძლია თქვა. აფხაზი. და მე ამაყება რომ აი ის ხალხი ნებისმიერ დროს როცა დადგება დრო ჩემს გვერდით დადგებია. მაგრამ როცა ჩვენ ყველას აგინებ, როცა ჩვენ საერთოდ აფხაზის გაგონება არ გინდა ბძულს რაღაც გამოწყეთ ემუქრები, არ დაგიდგება ეს გვერდი. ეს არ არის სახელმწიფო მიდგომა. შენ თუ გინდა მე როგორც აი მე როგორ წამს, მე ვამბობ გურული, რაჭველი, აფხაზი, მეგრელი, სვანი ერთია ჩემთვის, ხო? თუ ასეთი მიდგომით არ მივდექი, მაშინ ყველა მტერი იქნება შენ. დიდი მადლობა ბატონოლოთი და 100,000 ბოდიში რომ ძალიან კინო თემებს შევეხეთ და გაგახსენდათ ძალიან ძაფრი განცდები და განერვიულები. ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ მე ვაგანაშაულებ დღევანდელ ხელისუფლებასაც ამ ხრივ უნდა დაწყებული გავაბოძიებ. მე არავის ჩასმა ციხეში არ მაინტერესებს. არავის პასუხი, მაგრამ საბოლოო სამართლობა უნდა გარკვეულიყო. იმდენი მეძახეს, ბანდიტი, ყაჩაღი, ჯანდაბა შემითავი. მაგრამ სინამდვილეში რატომ სახელმწიფოებრივი წინააღმდეგ რატო წავიდა? რატომ ეცხოვეს საქართველოს დამოუკიდებლობას? ეს მაინც გარკვეულიყო. რა შეეწირა ბატონის ძველი გამსახურდია. კი ბატონო, ის რა ქვია, მოიხსნა ის რა ქვია, დანაშაულის ხონებისგანო მოიხსნა ისა. კი ბატონო, მაგრამ ხომ მოხდა დანაშაული? ვინ არის ეს დანაშაული? რატო არ ვაღიარებთ ამას? რატომ არ გვინდა რომ ეს გავიგო და გავერკვეთ ამაში? თუნდაც შემდგომისთვის. მომავლისათვის. ხომ შეიძლება კიდევ ვიღაცას ეცხოვოს? ვიღაცა. მე ერთგაც ვისაც დამაზგავისა დამიბარა პოლიციის უპროტო. შენ სადახარო? რა შესაძლებელია? სახში ვარ. რა გინდა მე? არა, შენ ვისხარი ვარ. რა ესე ხო არ უბერავთ, რა ისა. სადუნგავ. გაიგონე ჩემო მინდა თამდე გითხარი მინდა სადმე მოვლი ვარ მეთქი რაღაცის. მიტინგები გამართე, რომ აი დავამხოთ ხელისუფლება და რა ქვია ჩამოვაგდოთ ის და გავიღავით. არ გებულობ მე ასეთ იმაში მონაწილეობა. ჩემი კატეგორია სულ სხვა. მე არ ვეყუდნი იმ ხალხს. და შენ კი ბატონო იყავი სადაც გინდა. ჩემი ის არ არის. ნუ, ხანძისხან. ყველაფერი რომ მაგაწვება გას. ვიცი, ან ვიღაცას უნდა ეჭყობა. და ის ყავს სიმღერა, იმღერა რაღაცას.